შემიძლია თევზის ჭერა გასწავლოთ, ან თევზის მოგცეთ, არა, ჭერა ჯობია. კაი. შენ ხარ ის მჟავე კიტრი, რომელზეც დედაშმა ჭამა. ადამიანი ბოც უჯედებს სესხლობს სამყაროსგან, იყენებს და უკან აბრუნებს. სამდეიდაბი კითხები მაქვს. ჩვენი სხეული არის სკრუპულოზური შეფივით. თუ ყველაზე კაი ინგრედიენტები არა აქვს, კეთებას არ იწყებს. რა არის ყველაზე არაჯანსაღი ქართულ საახალწლო სუფრაში? მე ზოგადად არ მოყვარს ტერმინი არაჯანსაღი. ჩემწვარი გოჭი, ჩურჩხელა, ლაბა. არის რაღაცები, რაც სულაც რომ რეცეპტი რომ დამიტოვე, მაინც ეგეთ ვერ ვაკეთებ, როგორც დედაჩი მიაკეთებს. საქართველოში ნაბახუსევი აქტუალური თემაა. დაახობით როგორი რაღაცა, იცი, ვიღაც შეთავაზო, აი წნევა თუ გაქვს ფეხში ტყვია ისროლი რომ წნევა დაგივარდება. კარგად, სვავ 1000 კილოკალორიაზე ასრული ხარ 5-6 ჭიქაში. ძალიან მალე. მხოლოდ ერთი საკვები პროდუქტის ჭამა რომ შეგეძლოს, რას აირჩევი? მელანდებას ამ პარო, სადაც ეკვადორში ვიღაც მაცივაში ტყემალი უდევს, ხვდები? აი ერთ ჭიქაში ეს არის მონელებას ხელს უწყობს. რომელ ხეს ამ ბუჩქს აწყობს ის რომ ჭამონ. ადამიანს შეგვიძლია მოწამო ძალიან მარტივად საჭმელის არასწორი კომბინაციებით. ჭიხით თუ ბოზბაში. ო ტვინზე რომელი საკვები მოქმედებს ყველაზე კარგად? იგივე რომ ყველასთან გამშარო თუ რა იყო? ამინ. ვის დაუჯერო, სად რა ავარჩიო, რომელი კარაქი ვიყიდო? ეხლა რო არის და ბედნიერი ხარ რა. მაგიტო ჩვენი სფერო იძახის ჩვენ პასუხობს ვიხსნით და აგი ექიმები მაკეთეთ ყველაფერი საქმე. ჩვენ გაჭმე. ჩვენ გაჭმე და კუნელობაზე იმათებად და დაგვანებეთ თავი. ჩაკეთო. მადლობა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის